უცებ გადაწყვეტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებზე და მთელ საზოგადოებაზე ზრუნვა? არა. ნებისმიერი მსგავსი ბაზა არღვევს ფუნდამენტურ უფლებას ადამიანისა მისი დიაგნოზი იყოს კონფიდენციალურად შენახული და არღვევს უფლებას უსაფრთხოების. ნებისმიერი წინასწარშედგენილი ბაზა, მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობა. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ვართ ჩვენ, სადაც დღემდე ჩვენ ვიბრძვით სტიგმის საწინააღმდეგოდ. სტიგმა ბევრად უფრო მავნეა და საზიანო, ვიდრე თვითონ სიმპტომი. საფრთხეს ქმნის სტიგმა და რატომ? ყველაზე მარტივი საკონტროლოა ისეთ საზოგადოებაში, სადაც არის ძალიან ბევრი შიში და ძალიან ბევრი ფორიაქი და ძალიან ბევრი ფიქრი იმაზე, რომ ვინ რას იტყვის და ემან რამე ჩემზე ცუდი არ თქვან, ყველაზე მარტივია აიღო ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაანგრიო ბოლომდე და აქციო კონტროლის მექანიზმად, რომლითაც შენ ადამიანებს, რომლებიც მოხვდებიან შენ ბაზაში, რასაც გინდა იმას უზავ. და აი ამ ადამიანებიდან, ვინც მოხვდებიან, რანაირად გამოხშირავენ თავისიანებს, სხვისიანებს, პროტესტში მყოფებს, მართლა სერიოზული პრობლემის მქონეებს, ნაკლებად, ანუ ეპიზოდის გამო მოვხვდი მე ამ ბაზაში ერთი კონკრეტული. იმიტომ მოვხვდი ამ ბაზაში, რომ მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მიფიქსირდა. იმიტომ მოვხვდი, რომ ვთქვათ, ინტოქსიკაცია მქონდა იქ ალკოჰოლური თუ რეკრეაციული დრაგების შემდგომი. იმიტომ მოვხვდი, რომ ერთხელ გავსინჯე რაღაცა მოსაწევი მეგობრებთან ერთად თუ იმიტომ რომ პერმანენტულად მოვიხმარ. ანუ რის მიხედვით გააკეთებენ კატეგორიზაციას? საერთოდ რის მიხედვით აპირებენ, ხო? მე მგონია, რომ არ იქნება ამ კითხვებზე არც ერთ პასუხი ჯერ არ გვაქვს. არა.